გასულ წელს კონკურსის წესით დანიშნულმა პროკურატურის სტაჟიორებმა უკვე დაასრულეს ერთწლიანი სტაჟირება. ისინი დანიშნული იყვნენ სტაჟიორ პროკურორის და სტაჟიორ გამომძიებლის პოზიციებზე. სტაჟირების დასრულების შემდგომ კარიერის მართვის ეთიკისა და წახალისების საბჭოს მიერ, რომლის შემადგენლობაში შედიან გენერალური პროკურორი, მისი მოადგილეები, გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის ხელმძღვანელები და საპროკურორო საბჭოს პროკურორი წევრები, მათთან ჩაატარეს გასაუბრებები. გასაუბრების გამართვის მიზანი იყო ჩვენ შეგვეჯამებინა მათი განვლილი ერთწლიანი საქმიანობა და ასევე შეგვეფასებინა, რამდენად არიან მზად ისინი როგორც პროფესიული, ისე პიროვნული განვითარების თვალსაზრისით, რომ დამოუკიდებლად განახორციელონ საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციები. კომისიასთან გასაუბრების გავლის შემდგომ წარმატებული სტაჟიორები დანიშნული იქნებიან პროკურატურის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში ვაკანტურ პოზიციებზე. პირადად მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა კონკურსის გზით შეგვერჩია ძალიან კვალიფიციური, მოტივირებული, ენერგიული პროკურატურაზე და საკუთარ საქმეზე შეყვარებული ახალგაზრდა კადრები, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ პროკურატურის შემდგომ საქმიანობაში. საქართველოს პროკურატურის სტაჟიორები ერთი წლის განმავლობაში აღჭურვილი ვიყავით პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებით და შესაძლებლობა ჰქონდა, რომ აქტიური პრაქტიკული საქმიანობით მიგვეღო მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება. საქართველოს პროკურატურის ხელმძღვანელობას მსურს მადლობა გადაუხადო ამ შესაძლებლობის მოცემისთვის. საქართველოს პროკურატურაში ერთწლიანი სტაჟირების პროგრამის განმავლობაში ვეწეოდი საპროკურორო საქმიანობას. ამ დროის განმავლობაში მივიღე უდიდესი თეორიული გამოცდილება, რომლის პრაქტიკაში რეალიზებაც მოვახდინე. ამასთანავე უფრო მეტად გავითავისე ის პასუხისმგებლობა, რაც ამ პროფესიას ახლავს თან. ამისთვის უდიდეს მადლობას გადავუხდი საქართველოს პროკურატურას.